გულშემატკივარი, როგორც ჩვენ ვართ ამ ადამიანის მეგობარი და გულშემატკივარი, ოთო ჯაფარიძე, რომელსაც მივესალმები და მადლობას გადავუხდი, რომ ესე შეიძლება თამამად ეს წელი და რამდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა ოთოსთვის და ქალაქისთვის. შევაჯეროთ, ოთო, გამარჯობა, როგორ ხარ? მოგესალმებით, კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით? განწყობა როგორია? ძალიან კარგი, მარცხის შემდეგ გამოვასწორე ყველაფერი და ყველაფერი კარგად არის ახლა. ხო, ეტაპობრივად უნდა მივყვეთ. ახლა კარგად ხო მოხვედი, ანუ გულისხმობ, ხომარ ქშია, გაბრაზებული ხარ და ხომარ უნდა მოგერიდო. რა ვიცი, საფრთხის წინაშე ხომარ ვარ. არა, ყველაფერი კარგად არის. ძალიან კარგი. ოთო, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს წელი შემაჯამებელი კუთხით ნაყოფიერი აღმოჩნდა თქვენთვის. გავხსენოთ ახლა წლის დასაწყისი, რა სირთულეებმა იჩინა თავი და როგორ მოვედით დღემდე. მოკლედ, პირველ რიგში მინდა რომ თქვა, ძალიან ნაყოფიერი წელი აღმოჩნდა ჩემთვის 2025 წელი და მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მწვრთნელებს, უფალს მადლობა და ჩემ ოჯახს, რომ ასე გვერდში დგომით, ერთმანეთის გვერდში დგომით, შევძელით ეს კარგი შედეგი. მოკლედ, რაც შეეხება პირველი შეჯიბრით დაიწყო სარეიტინგო ტურნირებით, სადაც 3 სარეიტინგო ტურნირი ჩატარდა, მე მოვახერხე და მხოლოდ 1 მედალი მოვიპოვე, მესამე ადგილის, შემდეგ ჩატარდა მასტერსი, უძლიერესი 16-ეული ეჯიბრებოდა ერთმანეთს, სადაც იქაც მესამე ადგილი მოვიპოვე და შემდეგ ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში, სადაც ბრინჯაოს მედალს დავუჭერდი ისევ. შემდეგ ეს მესამე ადგილები ჩამოვიტოვე. მე ეს პირველი მოთელვა იყო. გავხურდით ასე ვთქვათ. გავხურდით და რა ხდება მე? შემდეგ ცოტა ხა გულსატკენი რაღაცა მოდის. შემდეგ სლოვაკეთში წავედი ევროპის თასზე და იქ დავმარცხდი, გამოცდილება მივიღე. ასე ვთქვათ. შემდეგ თბილისში ჩატარდა ევროპის თასი, იქაც დავმარცხდი. კიდე დამარცხება მიყვება ამას. შემდეგ აზერბაიჯანში წავედი და იქ ბრინჯაოს ბრძოლაში, ასე ვთქვათ, აზერბაიჯანელი შემხვდა და იქ წამაგების მართლა, ოღონდ მესამე ადგილისთვის დავკარგე და შემდეგ ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ჩემზე და მაგის მერე სადაც წავედი, ქართული ჭიდაობა იყოს თუ ძიუდო, ყველგან მედლებით დავბრუნდი. გაგაბრაზეს იმდანაც, რომ თუ რაიმე ძალი და ხონდა ყველაფერი მოიკრიფე ერთი. კი ბატონო. პირველი შეჯიბრი იყო მაგ მარცხების შემდეგ წყალტუბოში ჩატარდა, რაღაც გამოფენა იყო და ჭიდაობა ჩატარდა, სადაც ჩემპიონი გავხდი და ძალიან დიდი თასი მუსეს. შემდეგ ისევ წყალტუბოში ჩატარდა, სადაც ისევ ბრინჯაოს მედალს დავჯერდი. შემდეგ ქუთაისში ჩატარდა, ასე ვთქვათ, 17 წლამდელ თასში უძლიერესი შეჯიბრი არის, კოლია ქვარიანის ხსოვნისადმი მიძვლენი ტურნირი და იქ ჩემი წონა წავაგე, მაგრამ აბსოლუტური ნიშნავს, მე დაუშვათ რომ შეხვდე ხა 70 კილოს. ესეთი, ვისაც მონაწილეობის სურვილი ექნებოდა, ის იჭიდავებდა და სადაც იქ მე ვიჭიდავე და მოვიპოვე ჩემპიონის ტიტული და უძლიერესი ტიტული რა. ძალიან მაგარი არის. შემდეგ არ დამთავრებულა ხო ყველაფერი? ჯერ არა. შემდეგ წავედი თურქეთში, სადაც ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე. 3 შეხვედრა კი არა და 4 შეხვედრა დამაჯერებლად მოვიგე და ჩემპიონი გავხდი. თურქეთიდან ჩამოსვლისას ჯერ ზბორებზე წავედით, იქ ვივარჯიშე. შემდეგ სექტემბერში წავედი ბათუმში, სადაც ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე იქაც ქართულ ჭიდაობაში. რო ჩამოვედი ისე ბათუმში წავედი, ძიუდოზე ვერცხლის მედალი მოვიპოვე საერთაშორისო ტურნირზე. ძალიან მაგარი ტურნირი იყო, სოლომონ ფეიქრიშვილის მეორე საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა და ვერცხლის მედალი ავიღე. შემდეგ ისე ბათუმში წავედი, იუნესკოს მიერ აღიარებული ეს მეორე საერთაშორისო ტურნირი იყო ქართულ ჭიდაობაში, 5 ქვეყანა იღებდა მონაწილეობა, სადაც ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე და ძალიან ბევრი დამასაჩუქრეს. შემდეგ საბერძნეთში წავედი, სადაც ვერცხლის მედალი მოვიპოვე, დამაჯერებელი ვერცხლის მედალი. შემდეგ გვეყოფა ეს ერთი დარჩა, ბოლოს 1-5 დღის უკან ვიყავი წყალტუბოში, სადაც აკაკი კიბორძალიძეს და დავით ხეხალეიშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა. ფედერაციამ ჩაატარა, საქართველოს ფედერაციამ, სადაც ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე. დავაგვირგვინეთ ეს წელი ასე კარგად. კარგი. ნახეთ, წაგებით დავიწყე. ჯერ იყო რაღაც მესამე ადგილი. ეს ბრინჯაოს მედლები, კი. ანუ შუაში იყო მარცხები. შუა 3 შეჯიბრი გადამბულად მარცხი იყო, კი. და წამოვიდა ეს. მე ოქრო ვერცხლი ბრინჯაო ყველაფერი წამოვიდა. უფრო ფინალები წამოვიდა ძალიან. მინდა რა გეხმარება იმაში, რომ რაღაც ცუდად მიდის, ადამიანები ვართ ხო ყველანი პირველ რიგში, ჩვენი ემოციები გვაქვს. რომ ისევ გაძლიერდე და რამდენად მცირე დროში ხდება ხოლმე, უნდა მოხდეს იდეაში ეს ყველაფერი. 3 შეჯიბრის წაგების შემდეგ ჩემ თავთან, როგორც ყველა ადამიანი დავჩენილვათ მარტო და გვიფიქრია თუ რატო ხდება ეს, მაგალითად, ნებისმიერ რამეში. მე ვფიქრობდი, რომ
რაღაც მომენტში გავიფიქრე ის, რომ ხო არ შევეშვა სპორტს, იმიტომ რომ სამი შეჯიბრი გადამბულად წავაგე და ვფიქრე, რომ მე მეგონა აღარაფერი აღარ გამომივიდოდა და ამ დროს ეს როცა გავიფიქრე, ამ დროს გამახსნა ჩემი განვლილი გზა პატარაობიდან თუ როგორ ვარჯიშობდი და მან ძალიან იმოქმედა ჩემზე და ამით უფრო გავძლიერდი და ის ფიქრი რაც მქონდა, ეშმაკისეული იყო რა თქმა უნდა, გადავაგდე ეს ფიქრი გვერდზე და დამეხმარა ამაში ჩემი თავი რა თქმა უნდა და ჩემი მცდელი ირაკლი მასწავლებელიც სულ 24 საათი გველაპარაკებოდა რომ თუ არ იბრძოლები ისე შედეგი არ იქნება. შეიძლება რაღაც დააკელი, აქაც დააკელი, იქ დააკელი, ეს შეჯიბრზე გამოსწორდება და მე ნამდვილად ვენდობ ირაკლი მასწავლებელს და მაგის შემდეგ რომ დავაჯერე ჩემ თავს რომ მე არ წავაგებდი, ნამდვილად არ წავაგე და სულ მედლებით ვიყავი და მადლობა ღმერთს რომ ეს ასე იყო და ძალიან ბედნიერი ვარ ჩემით. ანუ წორწმენა, გარშემოყოფების წმენა საკუთარი თავის უფლის უპირველეს ყოვლისა ღმერთი მიდგა ძალიან გვერდში და ამას გძნობ ნამდვილად. ეკლესიაში დავდიოდი, ლოცულობდი, ვთხოვდი რომ პირველ რიგში ჩემი ოჯახი კარგად ყოფილიყო და მე მეორე ჩემი შედეგები მინდოდა რომ ბევრი და ძალიან კარგი ყოფილიყო და ცნობილი სხვისთვის. ეს გამომივიდა და გამომდის ჯერჯერობით. ოთო, ჯამურად რომ გადახედოთ თქვენს კარიერას. როგორ შეაფასებ ახლა საწყისებიდან დღემდე თქვენ სპორტულ წარმატებებს? ჩემი აზრით, ამ 9 წელში მოპოვებული 63 медали, რავი, ძალიან მაგარი არის 17 წლის ბიჭისთვის ჯერჯერობით. კიდე რამდენი დრო მაქვს წინ? თავიდან რომ დავიწყე ჭიდაობა, რაღაც 2 თვეში გამიყვანეს შეჯიბრზე, იმიტომ რომ ალბათ ჩემში დაინახეს ის პერსპექტივა ან რაღაცა ესეთი რომ ეს უეჭველი სანდო არის და შეჯიბრზე უნდა გავიდეს. ნუ რა თქმა უნდა ბავშვი ვიყავ მაშინ და პირველივე შეჯიბრზე იმერეთის ჩემპიონატი ჩატარდა ქუთაისში და 50 კილოგრამში გამოვდიოდი მაშინ და სადაც ჩემპიონობა ვიზეიმე პირველივე შეჯიბრზე და ამან უფრო იმედი მომცა და მაგის მერე ხან მეორე ადგილი, ხან მესამე ადგილი, ან ჩემპიონი რა, ყველა სინჯის медали ჰქონდა. შეჯიბრი გახსოვს ზოგადად, სადაც გასული? კი, საერთოდ ყველა არა. გადავიწყება. ყველა შეჯიბრი მახსოვს ძალიან მაგრად. წელს რა იყო გამორჩეული? წელს იყო შეიძლება შედეგი არ იყო ის რაც გინდოდა, მაგრამ რაღაცით დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად. პირველ რიგში საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში იყო ჩემთვის პირველი, ასე ვთქვათ, ოცნება რომ медали ამეღო და ის ბორები არის თუ ნაკრებთან ერთად ვარჯიშია, მინდოდა რომ განმეცა და რანაირი გზნობა იყო. ეს განვიცადე და ძალიან მომეწონა, კიდევ ვაპირებ, არ ვჩერდები, ვარჯიშობ, კიდევ ვაპირებ ამ შედეგის გაუმჯობესებას. შემდეგ ის იყო რომ საბერძნეთში ევროპის თასი რო ვიჭიდავე, მან მეორე ადგილი რო ავიღე, ის медали მაინტერესებდა როგორი იყო სულ და მაგის სული საბერძნეთი ძალიან მაგარი იყო და რო ავიღე ძალიან გამიხარდა, უფრო მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა, მანდა შემდეგში გამოვა. ეს იყო ჩემთვის დასამახსოვრებელი და იყო ეხა ბათუმის შეჯიბრი, იუნესკოს შეჯიბრი რო შეგვირდით. ვერცხლი რო ავიღე, ჩემპიონი გავხდებით ხო, მაგას ვიძახი. რავი, ძალიან ბევრი საჩუქრები გადმომცეს, თასები, ორი медали მომცეს, დიდი საჩუქარი მომცეს და ეს ძალიან დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის. მოწინააღმდეგე რომელიც გამახსოვრება სულ აი ამ წლიდან ვინ იყო, რომელიც ქალაქიან შეიძლება ქართულად. წყალტუბელი მოჭიდავე არის ერთი, ჩემი ძმაკაცი არის. ფინალში რო იჭიდავე. დიახ. გიორგი ქაშიბაძე. მაგასთან უბრალოდ მეგობარი როა მაგიტო თუ რა არა, მაგასთან ძალიან დიდი ურთიერთობა მაკავშირებს, მთელი ბავშვობა ერთად ვიზრდებოდით, ის წყალტუბელი იყო, მაგრამ სულ ერთმანეთს ხვდებოდით შეჯიბრზე, ნუ რავი, რაღაცა 16-ჯერ მაინც ავარჩინა ხვედრი ერთმანეთს. და მაგარი ბიჭია ძალიან და წარმატებებს უსურვებ მომავალში. ჩემი ძმაკაცი არის, ვინაცვალე გულში. ხო და თან აი ეს მომენტი როცა ხო ეს როგორ ხდება ახლა იმ დროს რას თიშავთ ვინში? ნუ როცა ტატამზე შევდივარ იქ მავიწყდება ყველაფერი ჩემ მოწინააღმდეგის და უფლის გარდა. პირველ რიგში პიჯვარს გადავისახავ და ვფიქრობ რომ და ვინდობი უფალს რომ მე ამ ორთაბრძოლას მოვიგებ რა, არ მაინტერესებს ის ჩემი ძმა თუ ჩემი და არის თუ ვინც არის ნებისმიერი არ მაინტერესებს საერთოდ, იმიტომ რომ ტატამ არის ის არც მაგაცობა არაფერი, ტატამზე უნდა იბრძოლო ბოლომდე. მე მაგ დროს ვივიწყებ ეგ რომ ჩემი ძმაკაცი არის და იქ ვთავდება ყველაფერი. ალბათ ისიც ანალოგიურად არის და ნებისმიერი პროფესიონალი ასე უნდა იყოს. ეს გასატეხი და ეს გულში ჩასადები არაფერი არ არის, იმიტომ რომ სპორტი არის და მე თუ იმას ახლა ის თუ ვიფიქრე რომ ჩემი ძმაკაცია და დაუთმებ და მოიგებსო, ეგრე არ გამომივა არაფერი. ნამდვილად. კარგი, ახლა არ დადეგები თავისუფალი დროით ტკბები თუ როგორია? არა, მაინც ეხა ახალ წლამდე ცოტა დღე არის დარჩენილი და ვარჯიშობთ. ჯერჯერობით დამთავრდება ეს წელი და შემდეგ წლიდან ჩავერთვებით იანვრიდან თებერვლიდან დაიწყება შეჯიბრები.
ეხლა ჯერ არ დადეგები არა მაინც. არა, თქვენთვის ეს უგულისხმობს. ნუ ჩემთვის კი შეჯიბრები აღარ არის და ვერთობი ასე ვთქვა ცოტას. ხო, ეს გართობა როგორია, მითხარი? გასაფუჭებ ხოლმე. არა, გაფუჭებით არა. ნუ, გაფუჭებ ჭყალებში ცხადია. ნუ, ჩემს ბაკაცებთან ერთად ვატარებ ეხლა დიდხანს დროს. ჩემ ოჯახთან ერთად რა თქმა უნდა. კიდე ის დამავიწყდა. ოლიმპიურმა კომიტეტმა დამაჯილდოვა დიპლომით 2025 წლის აღმოჩენა ოლიმპიური იმედი ოთარ ჯაფარიძეო. რა სამბობ? რატო არ მოგვიტანიან? დამავიწყდა მაგის მოტანა არა უშურს. შემდეგ როცა ვხვალ აუცილებლად ოლიმპიური კომიტეტის იმერეთში არის ესეთი რევაზ რობაქიძე. მან გადმომცა ეს ჯილდო და ძალიან კარგი ჯილდო არის ჩემთვის. ამითაც უფრო იმედი მომეცა. იმიტომ რომ იქ რა წარწერა არის ოლიმპიური იმედი 2025 წლის აღმოჩენა, რა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მადლობას ვუხდი მას. ოთო, სკოლასთან მიმართებაში როგორი იყავი წელს? სკოლასთან მიმართებაში ნუ ბოლო წელი არის რა მიმთავრდება და ნუ ჩემთვის როგორ არის იცი სკოლაში რომ დავდივარ ხოლმე ძირითადად ყველა მის უკვე ვინც ავარ და რაც ავარ და არაფერს არ მეუნებიან. ზედმეც ვერ გიბედავე. სადაც ვიდა ჩავდივარ, ამოვდივარ, არაფერს არ მეუნებიან. მაგრამ მანდატურები მაინც თავის საქმეს ასრულებენ და შედი კლასში ან გადი გარეთ ან რაღაცას უყურებიან ეს. და როგორ პასუხობ? ნუ ახლა ძილობიანს რა თქმა უნდა და აი, განმგურისხმია რომ რამეს ისე ეთყოდი უბრალოდ. ხო, რომ ვიქნები და არ მინდა გარეთ გასვლა და ისინიც მერე ტოვებს. ნუ თქვენი ძალებით რომ ბოროტად არ სარგებლობთ, ესეც ვიცი. რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაც მომენტში რომ მოვარყა ხელი ვიღაცა, შეიძლება ან რაღაცა დაემართოს და ამისგან შორს ავარ ნამდვილად. თავს იკავებ ხოლმე მას. თუ არ ამჭრენ ახ ბოლომდე ხო. ხო, რა გჭრით ხოლმე წყალებში ყოველს, რამ შეიძლება გამოგიყვანოთ წყობიდან. ერთი და იგივეს რომ მიმეორებენ 10 ჯერ. თუ გინდ კარგს გავნებოთ, ნაი? ნუ ხო, რა მნიშვნელობა აქვს მესმის ერთხელ და ანუ ერთ და იგივე შეკითხვა 10 ჯერ დავსვაცოდი თუ დამადგება. თქვენ არა, მაგრამ შემოსვაგაცე მოიცი. მაინც გადავიზღებ და მოვერიდები რომ ერთფეროვანი არ ვიყო. არა, უბრალოდ მესმის, ორჯერ ნათქვამი მესმის და 10 პი და 10 ჯერ და 1000 ჯერ გამეორებ. ოთო, თავისუფალ დროს გარდა იმისა, რომ მეგობრებთან ატარებ, რამე განსაკუთრებული გასართობის საშუალება უწყენ არ გართობას გულისხმობ რა? ნუ, რავი, ალბათ არაფერი რა, მუსიკას არ უსმენ? მუსიკას როგორ არ უსმენ, კი. ხან ჩემს მაგასთან ავარ სახში, ხან ის არის ჩემთან. ნუ ეხა უფრო ჩემი მაგაცი არის, გიორგი. ერთი სამი გადამბულა ჩემთან რჩება სახში და მეფი აჩება გამოგდებული ხო არა სახლიდან. ახლა კი, მოსული აი. ანუ ვერ გავუბედებ, პირში გეცხო და გადაცემა გამოიხედე. ეგ არის. დამტოვოს წევიდე სახლიდან ხო შეუძლია. და გადაეცი. აი ესეთ გაწყვეტები არის სახლში. ბებოსთან მეგობრობ. ბებოსთან რა თქმა უნდა. თუ ძმაკაცობ, როგორ შეიძლება? ნუ ყველაფერი რაც ძმაკაცობას და ურთიერთობაზე არის, ყველაფერი არის ბებო ჩემი. მაგის გაზრდილი ვარ, როცა და იყო საზღვარგარეთ წასული და არ ვიყარ. დედას რას ეთყოდ? დედას ვეთყვინო, დავიდე ჩვენ გამარჯვებულები ვართ წელსაც, უფრო მეტად 2024 წლისგან განსხვავებით და ასე გავაგრძელებთ 2026-იც. მალე გიგნახო. მოი რა ხდება? თქვენ მიდიხართ თუ დედა აპირებთ? ჩემ დაბადების დღეს ვაპირებ, რომ ჩავიდე ბარსელონაში რა დედიკოსთან, იმიტომ რომ არა ვარ ნამყოფი და მაინტერესებს ძალიან. როდის გაქვს დაბადების დღე? 29 მაისს. მანამდე ცოტა დრო არის იქით. მანამდე შუა სეზონია ხო დაახლოებით. ხო, ვარჯიში და რაც მაინც. ანუ მოსაწყენად და ესე დროის გასაფლანგად არ გცალია? არა. და ვისაც ახლა ასე გონია რომ გავა და მედლის მოპოვება და რაღაც ტიტული ასე ძანიურია, რა შრომის ფასად გიჭრება ესეც მითხარი? ნუ როგორ არის იცით, მე დავუშვათ ახლა რო ვიფიქრო რომ მედალი მარტივია და წავალ და ვიჭიდაო და იქ წავაგო, საერთოდ სხვა ფიქრები მექნება მე ჩემ სპორტთან დაკავშირებით. უბრალოდ იშრომეთ, მიუთითებ ახლა ახალგაზრდობას, ვინც არის ჩემი ასაკის. დიახ. იშრომეთ და ირწმუნეთ. ყველაზე მეტი არის ეს რწმენა და შრომა. დაგიფასდებათ აუცილებლად. იმიტომ რომ მე ეს გამოვცხადე და მართლა დამიფასდა ჩემი შრომა და რწმენა. უფლის გარეშე არაფერი არ იქნება დამიჯერეთ, ვინც არ უნდა იყოს. ოთო, ჯამურად რო შევაფასოთ ახლა ვიდრენელნელა დაგემშვიდობები, რამდენად კარგად იქცეოდი, ელოდები თუ არა სანტასგან საჩუქარს, ან რაიმე ხომ არ გექნებათ ხოვნა? როგორ არის იცი, სანტასგან საჩუქარი მივიღე უკვე. ნუ ჩემი სანტა ალბათ დედა არის რა თქმა უნდა და ბებია.
ნუ რაც მინდოდა ყველაფერი ასე ვთქვათ გამოვიწერეთ კიდეც. აჰა. ფულადი პრიზის მივიღე ბებიასგან, ბიძიასგან. ანუ ნაადრევად ქონდა ახალი წელი. და აქვე ვიტყვი რომ ის რა ქვია, მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც გვერდში მედგა, მე ვიძახი ჩემ მამულისკენ ხონში. ხონელებს მინდა მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ მათაც მიუძღვით წვილი ჩემს ასე ვთქვათ შეჯიბრებზე გასვლაში რა და მადლობას ვუხდი მათ, ჩემს ბაბუის მეგობრებს და მამაჩემის მაგაცებს და ვისაც ვიცნობ მე უფროს ხალხს მადლობა და გაიხარეთ. რას გვპირდები აბა მომავალ წელს? მომავალ წელს რამდენად იქნები ისევ და ისევ მოტივირებული? მომავალ წელს ძალიან ბევრ შედეგს დაგპირდებით, იმიტომ რომ მომავალ წელს უკვე ახალგაზრდებში გადავედი უკვე ახალგაზრდებში და ერთი წამით მოდუნება არ იქნება ჩემი მხრიდან. დაგპირდებით ბევრ სინჯის მედლებს მაღალ და მაღალ საფეხურზე. ოთო დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი ბევრ წარმატებას. ბოდიში მადლობა გაიხარეთ აქვე დროს ვიხელთებ და ნათლიაჩებს მიულოცავ დაავადების დღეს. ნინო ნათლი გილოცავ დაავადების დღეს. გენაცვალე გულში და მიყვარხარ. მიულოცოთ ქალბატონ ნინოსაც დაავადების დღე ცხადია და ყველა იუბილარს ვისაც დაავადების დღე აქვს. თქვენ კი გისურვებთ რომ თითოეული წამით დაატკბეთ, ეხლა მეტნაკლებად თავისუფალი დრო გაქვთ, ისიაბოვნოთ და მალე შევხვდებით ერთმანეთს. ხო დრო სწრაფად გადის და შესაბამისად მრავალ ახალ წელს დაესწარით და გაიხარეთ. მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი ნახვისთვის. ძირფასო ტელემაყურებლობა გადაცემაში 4 ქუთაისში დღეისათვის ამით დასრულებულია. ბედნიერი დღის გისურვებთ და დაგემშვიდობებით. ხოლომდე საუკეთესო სურვილებით ნახვამდის.